სჭირდება თუ არა საქართველოს ევროინტეგრაცია? პრორუსი კაკაბაძე შაქარაშვილის დებატების ინიციატივას ოცნება რამდენიმე დღეში დათანხმდა. მათი პროპაგანდისტული მედიის წეთერით ამ თემას ოცნების წევრებთან ერთად გოგა ხაინდრავა, ვატო შაქარაშვილი და ეკა სეფაშვილი გაარჩევენ. ამის შესახებ იაგო კაჭკაჭიშვილის პოსტიდან ხდება ცნობილი. აქამდე არასოდეს პოსტს საბჭოთა საქართველოში საჯარო რევიზიის ქვეშ არ დამდგარა ევროინტეგრაციის საკითხი, წერს კაჭკაჭიშვილი, რომელმაც დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ილიანოსთან მეორე დღეა აქცია. სტუდენტები და ლექტორები ოცნების რეფორმას აპროტესტებენ, რომლის შედეგადაც ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფო უნივერსიტეტს მისაღები სტუდენტების კვოტა 13-ჯერ უმცირდება. აკადემიური სივრცის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოცნების მიზანი განათლების სისტემის ჩამოშლა და უნივერსიტეტების ავტონომიის განადგურებაა. საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმა კითხვებს ბადებს ევროპის უმაღლესი განათლების სივრცისა და ბოლონიის პროცესის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისობასთან დაკავშირებით. ევროკომისიის პრეს-სპიკერი ოცნების მიერ კანონად ქცეულ რეფორმას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბოლონიის პროცესიდან გამოსვლით საქართველოს საგანმანათლებლო და პროფესიულ იზოლაციაში მოექცევა. ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც რუსეთი სულ მცირე ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით გამოიფიტება, აცხადებს გერმანიის კანცლერი. მერცის თქმით, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რუსეთმა ომში უპირატესობა ვერ ნახოს.